ოთახს რომ მოუხარდა. არაფერი არ ეთყობა ოთახს რომ მე აქ ვცხოვრობ. და მე მინდა რომ ეთყობოდეს. ერთ-ერთი რაც ეთყობა ეს არის ეს ასაცმლის დასაკიდე, რომელიც ერთად ავაწყოთ წინაზე. მაგრამ არც არაფერი მიკეთებია. ამიტომ დღეს ჩვენ შევეცდებით რამენერად მოვართოთ ეს ოთახი. როგორც ხედავთ, აი აქ საწოლის გარდა არის ძალიან დიდი ნაცრისფერი კედელი, რომელიც სხვათა შორის დილაობით განსაკუთრებით არც ისე დეპრესიულად და ცოტა გამოიყურება, მაგრამ გამოიყურება მოსაწყენად. მეორე პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რადგან ამ ოთახის წესით ვქირავ, აკრძალულია კედელზე პოსტერის და რამე მსგავსის გავკრობა. ამის გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ხატვაც აკრძალული იქნება, ალბათ. არ წამიკითხავთ, მაგრამ აკრძალულია ჩემი აზრით. საუბარი მოვიწყდება, რასაც კამერას ვსთავ. ამიტომ თავიდანაც მინდა რომ გამომეწერა, მაგრამ მეკითხა რომ დიდი დრო უნდა ამის ლოდის. ამიტომ წავედი სამშენებლო მაღაზიაში და ვიყიდე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის მომშორდება, რომ კედელი არ გავაფუჭოს. ამას გავაკრავ აი ამ კედელზე. და კიდევ ვფიქრობ, რომ კარატებზე წინ რომ მითხრას ამ კარატებზე გავაკრავ. ჯერ მარტო კედელზე, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენია და მე ყოფილი ვარ საერთოდ კედელზე გავაკრისთვის. წესით ახატია რომ არის მაგიდებისთვის, სამზარეულოსთვის. რაც კედელზე რა დავაკრავ, როგორ მოშორდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადობთ ჩვენი რამოდის. კახის გარდა რომელიც ჩადებული იქ იმ შემთხვევაში თუ ოთახს გავაფუჭებ. საღებავებს რაც შეეხება. წინა ვიდეოდან თუ გახსოვთ, ეს საღებავი უნდა გამოვაყენებინა ტანსასმლისთვის. და გადავიფიქრე. ხო და ახლა გამოგვადგება. ამის გარდა მაგრამ ესენი არის ველოსიპედის შესაძლებლად. ველოსიპედი ვიყიდე ერთი კვირის წინ და ძალიან მინდა რომ ვარდისფერი მეყიდა. მაგრამ ის ზომა, რომელიც მე მინდა და ვარდისფერი არ იყო. პატარა ვიყიდე, იმიტომ რომ ტარება არ ვიცი და თქვენი ესეთ ველოსიპედზე სიარული რომლის ტარებაც არ ვიცი. ამიტომ ვიყიდე პატარა რომლის ტარებაც ვიცი. შემოგეჭრებით და გაგახსენებთ, რომ ჩემი კომპიუტერი პერიოდულად ხმას არ იწერს. აქ უფრო სწორად გადავზომო და გამოვჭრა ეს ფურცელი. დიახ, მუშაობ ასეთი სახიფათო სამშენებლო ინსტრუმენტებით და ასე დაძაბულად და კონცენტრირებულად ვაკრავ ყველაფერს კედელზე. ყოველდღიურად ჯიუტად ვაიგნორებთ გამყიდვის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ამ ზედაპირმა შეიძლება საღებავი არ მიიღოს. ვეცხედავთ, საერთოდ არ გამოვიდა ისე სწორად გავკრა, როგორც მინდოდა, მაგრამ ეგუებით ამ ფაქტს და ვაგრძელებთ საქმეს. საბოლოოდ პერიოდულად არ დავხარჯავ, იმიტომ რომ ამის კადრები არ მაქვს. მოკლედ თქვენს გიყვართ ბარათაშვილი, მეც მიყვარს ბარათაშვილი და ხო არ მკითხოთ ერთი კვირა გავიდა და დღემდე ვერ გადავწყვიტე მეც მომწონს თუ არა. ასე რომ ვატარებ, იმიტომ ვიყიდე პატარა და არა დიდი. ასე შეიძლება. ოთახში ამას ვერ შევღებავ, იმიტომ რომ გავაგულდები. აი ამაზე ვერ შევღებავ, იმიტომ რომ დედამიწა ხარ შევღებავ. გარეთ ვერ შევღებავ, იმიტომ რომ წვიმს. და დღეს უნდა შევღებავ, იმიტომ რომ ერთ-ერთი თავისუფალი დღე მაქვს, როცა არც ამასადი ნამაქვს და არც უნივერსიტეტში არ ვარ წასასვლელი. ამიტომ ალბათ მომწონს გარეთ გასვლა. ან საწვიმარში, ან უნდა დავავალოთ, როცა გადაიღებთ. და ესეც პრობლემატურია, იმიტომ რომ ცხენია გარეთ გასვლის და გარეთ ველოსიპედის შეღებვის. ერთ-ერთი ვარიანტი არის აქედან გავიდე და აქაც ჩანს. ეს მარტო კადრში ჩანს ასე მარტივად ასტრაფად რომ ვღებავ. სინამდვილეში დაშლიდა დაახლოებით 1 საათი. ჯერჯერობით ასეთ მდგომარეობა ორივე საღებავი დამთავრდა. ესე იგი ჩავიტანე ეს ველოსიპედი რომ ჭირთ მას. ხო, ჩავიტანე ეს ველოსიპედი. მივყანე ეს თეთრგელსაც ერთად არავინ არ დადის და იმედი მქონდა რომ არავინ არ მოვიდა და არავინ არ მოვიდა. არ მეყო საღებავი. რაც არ მინდოდა რომ დამესვარო ყველაფერი დამსვარე. კონკრეტ კიდე ერთი ფენა უნდა მინიმუმ, იმიტომ რომ ველოსიპედი შავი თუ ახსოვთ. ერთად მაგონა თავიდან რომ ფერი არ დაჭდებოდა, მაგრამ დაჭდა. ლამაზია. აქ არ შემოვიტანე, იმიტომ რომ არ შემოვიტანე. და იქიდან უყურე. ოკეი. ეს იყო ყველაფერი, რაც დღეს მინდოდა რომ გამეკეთებინა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაერთეთ ჩემთან ერთად ამ მე არ გავერთე, მაგრამ იმედია რომ თქვენ გაერთეთ. თუ რამე შევცვლი და რო გადავღებავ იმას, შემდეგი ვიდეოებიდან გაიგებთ მოკლედ. მადლობა დიდი, რომ დამითმეთ თქვენი ცხოვრების 3 წუთი და ხოლმე.